წინა ვიდეოებიდან უკვე შევიტყვეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ჯერ თვითონ სწავლობს და ჩვენ მიერ მიცემულ დავალებებსა და დასმულ კითხვებს მხოლოდ ამის შემდეგ პასუხობს. სწორედ მონაცემებია მისი ძირითადი ძალა და კომპეტენცია და რეალურ სამყაროში ხელოვნური ინტელექტი ფუნქციური მხოლოდ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება. მასალა, ანუ ნედლი ინფორმაცია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი იღებს და ამუშავებს, სხვადასხვა ფორმით არსებობს. ის შეიძლება იყოს ტექსტიც, რიცხვებიც, გამოსახულებაც და აუდიო ჩანაწერიც. ეს მონაცემები ზოგჯერ სტრუქტურულად, კონკრეტულ ფორმატში არის ორგანიზებული, მაგალითად ცხრილებში ან ბაზებში და ასეთი უფრო ფინანსური ტრანზაქციები ან GPS მონაცემებია. ტექსტები, გამოსახულებები, ვიდეოები თუ სოციალური მედიის პოსტები კი უფრო თავისუფალი ფორმით, არასტრუქტურირებულადაა ინტერნეტში გაბნეული და ხშირად წინასწარ დამუშავებასაც მოითხოვს. არსებობს ნახევრად სტრუქტურირებული მონაცემებიც, რომლებიც ორივეს ელემენტებს მოიცავს. უკვე არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ფუნქციონირება დამოკიდებულია მონაცემებზე, ხოლო მონაცემები თავის მხრივ თანამედროვე AI სისტემების მთავარი საწვავია. ალბათ ლოგიკურადაც მიხვდებით, რომ მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და სანდო მონაცემები აუმჯობესებს ხელოვნური ინტელექტის სიზუსტეს და გადაწყვეტილებების მიღებას. მოდით ცოტა უკეთ გავერკვეთ, როგორ სწავლობენ AI სისტემები მონაცემებიდან ალგორითმების საშუალებით. პირველ ეტაპზე სხვადასხვა წყაროდან შეგროვებულ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი წმენს, აშორებს ხარვეზებს, დუბლიკატებს და შეუსაბამობებს. შემდეგ ხდება მათი ნორმალიზაცია და სტანდარტულ ფორმატში გადაყვანა. მერე ანალიზი, შაბლონებისა და ტენდენციების აღმოჩენის მიზნით. ბოლო ეტაპი კი მათი ინტერპრეტაცია და გადაწყვეტილების მიღებაა. თუმცა ეს პროცესი სავსეა გამოწვევებით. არასანდო, გადაუმოწმებელი, მცდარი ინფორმაციების ინტერნეტში განთავსება ზრდის ალბათობას, რომ ხელოვნური ინტელექტის შეცდომაში შევიდეს და არასანდო გადაწყვეტილებები მიიღოს. ასევე სწავლის პროცესს ართულებს მონაცემთა არახელმისაწვდომობაც. კომპანიები და ორგანიზაციები ხშირად ინახავენ მონაცემებს დახურულ სისტემებში, რაც ფაქტობრივად გამოუყენებელს ხდის მათ. ზოგიერთ სექტორში კი საერთოდ ინფორმაციისა და მონაცემების სერიოზული დეფიციტია. ცალკე საკითხია განთავსებული ინფორმაციების ობიექტურობა. თუ მონაცემები, რომლებიც AI მისწავლა და დაამუშავა, მიკერძოებულია, ის ამ მიკერძოებას თავის გადაწყვეტილებაშიც ასახავს. სწორედ ამიტომ ეთიკური ინფორმაციის გამოყენება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია AI-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე, ადამიანთა პირადი მონაცემები კი დაცული და ინფორმირებული თანხმობით დამუშავებული. მონაცემთა შეგროვება და დამუშავების კომპლექსური პროცესი თავის მხრივ ეტაპობრივად მუდმივად იხვეწება. ახალი ტენდენციები და ინოვაციები პროცესს ამარტივებენ და უფრო მოქნილს ხდიან. მაგალითად, Big Data ანალიტიკა უზრუნველყოფს, რომ დიდი რაოდენობის ქაოსურად გაბნეული მონაცემები ერთ სურათში მოაქციოს. მნიშვნელოვანი ტენდენციები აღმოაჩინოს და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო ეფექტიანი გახადოს. AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზაცია სამუშაო პროცესებს ინტელექტუალური სისტემებით ამარტივებს. ეს არ არის მხოლოდ რობოტული ავტომატიზაცია, არამედ არის სისტემა, რომელიც აიოლებს ყოველდღიურ ამოცანებს, ზრდის პროდუქტიულობას და ტოვებს დროს შემოქმედებითი და სტრატეგიული საქმიანობისთვის. კიდევ ერთი სიახლეა edge computing, ანუ ტექნოლოგიების უფრო ახლოს მიყვანა მონაცემებთან. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მონაცემებს დისტანციური სერვერების ნაცვლად უშუალოდ მოწყობილობებზე ან მომხმარებლებთან ახლოს ამუშავებს. ამ მიდგომამ შეამცირა მონაცემთა გადაცემის დრო და გააუმჯობესა რეაგირების სიჩქარე. ამ ტიპის სისტემებში მოწყობილობები, როგორებიცაა მაგალითად სენსორები, კამერები, მობილური ტელეფონები ან სხვა, ასრულებენ ანალიტიკურ ამოცანებს და პასუხს იძლევიან ადგილზე. რაც შეეხება აპლიკაციებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მექანიზმით მუშაობს, ჩვენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით და აქტიურად ვიყენებთ. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი მართავს ავტომობილებს, ეხმარება ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმაში. ჩატბოტები კი მომხმარებლებს სწრაფად და მარტივად აწვდიან პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე. გარდა ამისა, AI-ს იყენებენ ფინანსურ სექტორშიც, სადაც ის იძლევა საინვესტიციო რჩევებს, ან ანალიზის მეშვეობით ეხმარება ბანკებს და კომპანიებს რისკის მართვაში, თაღლითური ტრანზაქციების აღმოჩენასა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაში. ხელოვნური ინტელექტის მუშაობის მექანიზმი და მასზე დაფუძნებული აპლიკაციები ტექნიკურად ყოველდღიურად უფრო სრულყოფილი და შესაბამისად ადამიანებისთვის უფრო პროდუქტიული ხდება.